რუსთაველის პროტესტის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. იმედა კლდიაშვილი, კოკო მიქაია, კახა მიქაია, ბექა ქურხული, ბაჩო კუცია, ცირაჯვანია დღეს ჯამში 6 მოქალაქე დააპატიმრეს. გზის გადაკეტვის გამო კლდიაშვილს უკვე შეეფარდა 9 დღიანი პატიმრობა. დანარჩენების სასამართლო პროცესებიც დიდი ალბათობით დღესვე ჩაინიშნება. მოქალაქეების ამ ფორმით დაკავება კობახიძემ დღეს ჰუმანურ მიდგომად შეაფასა. Ole Ola საპროტესტო სიმღერა ლონდონში პროპაგანდისტული იმედის მფლობელ ირაკლი რუხაძის სახლთან ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. Ole Ola ქუთაისში ავარიის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი დაიღუპა. გამოცემა ინფოიმერეთის ცნობით შემთხვევა ქუთაისის გასასვლელში სამტრედიის გზაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ახალი ერა დაიწყო. განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობაში უმაღლეს დაფასებას იმსახურებს.